კიდევ ერთი უფასო სერვისი რაც გვაქვს არის შეთავსების მოკლე ანალიზი. ეს არ არის სრული ანალიზი, ზოგადად შეთავსების, ეს არის მოკლე, ესე ვთქვათ, გვაძლევს ყველაფერს აუცილებელს. რაც აუცილებლად საჭიროა რომ ვიცოდეთ, ისე თუ ასე, აქაც იგივენაირად მიახლოებითი დრო არის საჭირო, არ არის აუცილებელი ზუსტი დრო, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ ვაკეთებ სიღრმისეულ ანალიზს, ჩვენ ვაკეთებ ზედაპირულ ანალიზს, შესაბამისად ანალიზი იქნება არა სახლებიდან და მმართველებიდან გამომდინარე, არამედ უბრალოდ ასპექტებიდან გამომდინარე. აქ ძირითადად რისი ნახვაც შეიძლება ეს არის ზედაპირული შეთავსება. აუცილებელი, ანუ კონფლიქტურობის დონე, რომელიც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რამდენად ერთი ადამიანი ზღუდავს მეორე ადამიანს, ანუ ეს არის ბედნიერების ბეჭედი, უბედურების ბეჭედი და მარტივი პლანეტების კავშირი, ესე ვთქვათ, რომელიც იგივენაირად იძლევა ინფორმაციას, რამდენად ეს ადამიანი მაგალითად შენთვის იქნება წარმატების მომტანი, რამდენად ის შენ შესაძლებლობებს გააზრდის, რამდენად იღბალს მოგიტანს, ან რამდენად შეგზღუდავს, ან თუნდაც რამდენად მარტივი იქნება მასთან თანაცხოვრება. ანუ ეს ყველაფერი ეს ანალიზი არ არის სრული ანალიზი, ესე ვთქვათ, ეს არ არის 100%-იანი ანალიზი, მაგრამ ეს არის ის აუცილებელი ნაწილი სრული ანალიზის, რომელიც ყველა ვარიანტში ადამიანს სჭირდება. ანუ კონფლიქტურობის მაჩვენებელი თუ არის მაღალი, ამ ადამიანთან ურთიერთქმედება იქნება პრობლემური. ეს არის 100%. აი, არ აქვს მნიშვნელობა შემდეგ დამატებით ინფორმაციას, იმიტომ რომ კონფლიქტურობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაჩვენებელი ურთიერთობაში. იქ რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს საუბარი ერთ მაჩვენებელზე. თუ მაჩვენებელი იქნება 3 და უფრო მეტი, ამ შემთხვევაში არის საუბარი, რომ ეს ურთიერთობა არის კონფლიქტური. თუ ურთიერთობა არის კონფლიქტური, აქ უკვე პრობლემების გარეშე ეს არ ნიშნავს აუცილებლად დაშლას და სასიკვდილო საფრთხეს, მაგრამ ეს არის კონფლიქტური ურთიერთობა და კონფლიქტური ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში იშლება ადრე თუ გვიან. შეიძლება ადამიანი 20 წელი იცხოვროს ერთად, შეიძლება 10 წელი იცხოვროს ერთად წყვილმა და დაიშალონ შემდეგ. ურთიერთქმედების ეს შეთავსების ანალიზი არ არის აუცილებელი იყოს წყვილს შორის, შესაძლებელია იყოს თუნდაც მეგობრებს შორის, შესაძლებელია იყოს დედაშვილს შორის, შესაძლებელია იყოს თუნდაც კოლეგებს შორის, საქმიან პარტნიორთან. ეს საშუალებას იძლევა უფრო მარტივად და მოკლედ ადამიანმა გაიგოს, შესაძლებელია თუ არა მეორე ადამიანთან ურთიერთქმედება, რამდენად მარტივი იქნება, რამდენად უპრობლემო იქნება, რამდენად პოტენციურად მომგებიანი იქნება თუნდაც ურთიერთქმედება ამ კონკრეტულ ადამიანთან, კონკრეტულად რაში არის პრობლემები, იგივენაირად გაიგებს, დეტალურად არა, მაგრამ მოკლედ გაიგებს. მაგრამ მეორეს მხრივ, ყველა რთული ურთიერთობა არის გამოცდილება და იმის ცოდნა, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ეს ურთიერთობა იქნება პრობლემური, შენ დაგეხმარება, რომ იყო ურთიერთობაში უფრო მეტად გახსნილი, იყო უფრო მეტად ადაპტირებადი, იყო უფრო მეტად მომთმენი და შესაბამისად ამ ურთიერთობებით დაამუშაო შენი საკუთარი კონკრეტული პრობლემები, რაც რუკაში გაქვს.